სახელითა მამისათა და ძისათა და სულისაწმინდისათა. პატივცემულო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე, ძვირფასო მამებო, ძმებო და დებო, გილოცავთ ჯვართამაღლების დიდებულ დღესასწაულს, ასევე გილოცავთ წმინდა დიდი მღვდელმთავრის იოანე ოქროპირის ხსენებას, გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორის ლოცვა-კურთხევას. დღევანდელ დღეს განსაკუთრებით ვფიქრობთ ჯვრის მნიშვნელობაზე. როდესაც ჩვენ წმინდა ჯვარს თაყვანს ავცემთ, ჩვენ ამით თვით ღმერთს ავცემთ თაყვანს, რადგან ჯვარი არის თვით ღმერთის ყოვლადწმინდა სამების ნიშანი და სიმბოლო. ამაზე მეტყველებენ ჩვენი საეკლესიო ლოცვები და საგალობლები, სადაც ნათქვამია, რომ ჯვარი არის სამგვამოვანი ღმერთის ხატი და მაშასადამე ჩვენ, როდესაც ლოცვებში წმინდა ჯვარს მივმართავთ, ჩვენ მივმართავთ მას როგორც წმინდა სამების სიმბოლოს და ნიშანს. რატომ არის ასე? იმიტომ, რომ ღმერთი არის სიყვარული. ყოვლადწმინდა სამება არის მამა ღმერთის სიყვარული ძეღმერთისადმი, მამა ღმერთის და ძეღმერთის სიყვარული სულიწმინდა ღმერთისადმი. ეს არის ერთ ღმერთში სამი ჰიპოსტასის ურთიერთსიყვარული. და აი ამ საღვთო სიყვარულით შექმნილ სამყაროში მამა ღმერთი აგზავნის თავის მხოლოდ ჩობილ ძეს, ძე ღმერთს, რომელიც ცხოვრობს ამ დედამიწაზე როგორც ადამიანი, როგორც ძე ღმერთი და ცხოვრობს ისეთი ცხოვრებით, რომელიც ცხადად წარმოაჩენს ღმერთის სიყვარულს კაცობრიობისადმი და ყოველი ადამიანისადმი. მან სრულად შეწირა თავის თავი ადამიანის მსახურებას, ადამიანის სიყვარულს და ღმერთის სიყვარულს. და სწორედ ამიტომ არის ჯვარი ასეთი ცხადი ნიშანი საღვთო სიყვარულის. და ამიტომ, როდესაც ჩვენ თაყვანს ავცემთ წმინდა ჯვარს, ჩვენ ხეს ან ფიცარს კი არ ვეთაყვანებით, არამედ თვით ყოვლადწმინდა სამებას, ღმერთს, რომელიც არის სიყვარული. ჩვენ უფალმა იესო ქრისტემ მოგცა მცნება, რომ ავიღოთ ჩვენი ჯვარი და ასე ვიაროთ ამ ცხოვრებაში. ესე იგი, მხოლოდ ის შეძლებს იყოს ქრისტიანი, ვინც ამ თავის ჯვარს აიღებს და ქრისტეს შეუდგება. და ეს ჯვარი არის სიყვარულის ჯვარი, ძმებო და დებო, თავგანწირული სიყვარულის ჯვარი, ღვთისა და ადამიანის. რადგან სხვანაირი სიყვარული არც არსებობს, ნამდვილი სიყვარული მხოლოდ თავგანწირვას გულისხმობს. სიყვარულის აზრი და მთელი სიხარული მისი მდგომარეობს აი ამ თავგანწირვაში. სწორედ ასეთი უნდა იყოს ჩვენი სიყვარული ღვთისადმი და ადამიანისადმი.
და სწორედ ასეთი სიყვარული შეიძლება ჩვენ ცხონდეთ და მხოლოდ ასეთი სიყვარული შეიძლება ჩვენი ჯვარი ავიღოთ და ვიაროთ ამ ცხოვრების გზაზე. წმინდა ჯვარს აქვს დიდი ძალა. უფალმა ინება რომ ჯვრიდან მოგცეს ჩვენ საღვთო ძალა. და როდესაც ჩვენ წმინდა ჯვარს ვემთხვევით, ჩვენ გვეძლევა უფლისგან ეს ძალა, რომელიც გვაძლიერებს, გვეხმარება ჩვენ ამ ცხოვრებაში, ჩვენს ქრისტიანულ ცხოვრებაში, სიყვარულში გვეხმარება ღვთისადმი და ადამიანისადმი. აი ეს უნდა გვახსოვდეს ყოველთვის და ვიცოდეთ. ამიტომ დღეს, როდესაც ჩვენ ვეამბორებით წმინდა ჯვარს, ვემთხვიოთ მას აი ამ განწყობით, დიდი მოწიწებით, ღვთისადმი მადლიერებით და იმ საღვთო ძალის რწმენით, რომელიც ჩვენ გვეძლევა ჯვრიდან და რომელიც ჩვენ გვაძლიერებს და გვაცხოვნებს. ძვირფასო ძმებო და დებო, თქვენ იცით რომ ჯვართამაღლებას დაემთხვა ძალიან მძიმე დღე ჩვენი ქვეყნისთვის. დღეს შესრულდა 32 წელი სოხუმის დაცემიდან. ვიხსენებთ აი ამ ტრაგიკულ საშინელ ომს, რომელსაც მოყვა 10,000-ზე მეტი ადამიანის სიკვდილი, ასობით ათასი ადამიანის განდევნა თავისი მიწაწყლიდან, სახლებიდან, მხოლოდ იმიტომ, რომ ქართველია, ანუ ეთნიკური ნიშნით მოხდა მათი განდევნა. და ჩვენ დღეს გადავიხდით პანაშვიდს, სადაც მოვიხსენებთ დაღუპულთა სულებს, როგორც ქართველებს, ასევე აფხაზებს, ასევე ცხინვალის რეგიონში დაღუპულებსაც, ჩვენ ძმებს და დებს. და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ჯვრის ძალით და მადლით მოხდება ჩვენი დევნილების სახლებში დაბრუნება, აღდგება ის საუკუნოვანი ძმობა ჩვენსა და აფხაზებსა და ოსებს შორის და ჩვენ მოვესწრებით გამთლიანებულ და გაძლიერებულ საქართველოს. კიდევ ერთხელ გილოცავთ ჯვართამაღლებას, ჯვრის ძალა და მადლი გვფარავდეთ თქვენ და სრულიად საქართველოს. ამინ.